დღეს ვისაუბრებთ ისევ ChatGPT-ზე და ამჟამად მოგიყვებით თავად რისთვის ვიყენებ ამ პროდუქტს ყოველდღიურობაში ყველაზე ხშირად. დარწმუნებული ვარ თითოეული ფუნქციონალი თქვენს ძალიან გამოგადგებათ. პირველ რიგში მინდა გაგიზიაროთ ისეთი რამ, რაც ჩატს ოსტატურად გამოსდის და ეს არის ტექსტის შეჯამება და მოკლე შინაარსის გადმოცემა. თუ გაქვს გრძელი სტატია, რომლის ასაკითხად არ გაქვს დრო, ან უბრალოდ გინდა მარტივად გაიგო მთავარი აზრი. ჩასვი ლინკი ჩატში და უთხარი რომ გაგიშინაარსოს ეს ტექსტი სასურველ ენაზე. აქვე შეგახსენებთ რომ ქართულს ინგლისურით ვერ ფლობს, თუმცა მისი ქართული ყოველდღიურად იხვეწება. ზოგ საიტ შეიძლება წვდომა კონდეს შეზღუდული ChatGPT-ზე, მაგალითად BBC საიტებზე ჩატს ლინკიდან წვდომა არ ექნება და ვერც შეგიჯამებთ, ბუნებრივია. ასეთ დროს შეგიძლიათ სტატიის მთელი ტექსტი დააკოპიროთ და ისე მიაწოდოთ. ChatGPT შეუძლია არა მხოლოდ სტატიების, არამედ YouTube ვიდეოებისა და წიგნების მოკლე შინაარსის გადმოცემაც. ერთი წლის წინ მაქსიმალური რაოდენობა, რაც შეეძლო რომ მუშაობიდან ChatGPT-ს ეს იყო 100-120 გვერდიანი წიგნი, ახალი მოდელის ChatGPT 5-ის წყალობით კი 700 გვერდიანი ფაილის პერიფრაზირებასაც კი ახდენს. მოდი სტანდარტულად ერთად გავტესტოთ. ვუტვირთავ ყველასთვის ნაცნობ წიგნს, ნუ მოკლავ ჯაფარას PDF ვერსიით. ფაილი დაახლოებით 400 გვერდია და ვთხოვ ChatGPT-ს მომეწოდოს მოკლე შინაარსი. პირველი პასუხი ზოგადია, სავარაუდოდ ამას ფაილის გარეშეც დამიბრუნებ და მარტო სათაურის მიხედვით. მაგრამ როცა კონკრეტულად ვთხოვ პირველი 40 გვერდის მოკლე შინაარსა და ანალიზს, მაშინ უკვე აშკარად ვხედავთ, რომ ChatGPT რეალურად ამ PDF-ს აანალიზებს და შედეგს ტექსტიდან ამზადებს. ახლა კი სანამ ნახავთ, როგორ ამუშავებს ChatGPT YouTube ვიდეოების მოკლე შინაარსს, მანამდე შეგახსენებთ, რომ დაალაიქოთ ვიდეო და გამოიწეროთ არხი. მინდა იცოდეთ, რომ თითოეული subscribe არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან დიდი мотиваციის მომტანი. ახლა კი რაც შეეხება YouTube-ს. ვირჩევთ ვიდეოს, ვაკოპირებთ ბმულს და მარტივად ვთხოვთ ChatGPT-ს რომ გააშინაარსოს. დამატებით მივუთითე ამ პოდკასტიდან 3 ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან რჩევა ცალკე გამოიყო, რისი ცოდნაც სასარგებლო იქნებოდა ჩემთვის. და შედეგი სახეზეა, ChatGPT-მა მოკლედ და გასაგებად გადმოსცა ვიდეოს მთავარი პუნქტები. ChatGPT-ის გამოყენება შეგიძლია ნებისმიერი რამის სასწაულად. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ჭადრაკის წესები თუ უცხო ენის ათვისება. ახლა კი მოდი ერთად ვთხოვოთ ChatGPT-ის ფრანგული ენის სწავლაში დაგვეხმაროთ. საწყისი ეტაპისთვის მივეცი დავალება, რომ შეექმნა დეტალური სამთვიანი სილაბუსი A1 დონეზე მისასვლელად. თან მივაწოდე ინფორმაცია, რომ კვირაში ფრანგულს დაუთმობდი ზუსტად 5 საათს. როგორც ხედავთ, მივიღე არა მხოლოდ სილაბუსი, არამედ კონკრეტულად გაწერილი გეგმა, რჩევები, YouTube ვიდეოები და სხვადასხვა რესურსები, რაც სწავლის პროცესს ბევრად ამარტივებს და სტრუქტურულს ხდის. შეგიძლია ChatGPT გამოიყენო არა მხოლოდ სწავლისთვის, არამედ იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად სწორად და გამართულად წერან მეტყველებ ამა თუ იმ ენაზე. ვთქვათ, ხარ ფრანგულის სწავლის მეორე თვეზე, როცა უკვე ახერხებ, რომ ძალიან მარტივი წინადადებები ააწყო. ამ დროს შეგიძლია ChatGPT-ს ვთხოვო, რომ შენი დაწერილი წინადადებები შეამოწმოს. გითხრას სად არის შეცდომა, როგორ ჯობია უკეთ ფორმულირება და სხვა. ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ ფრანგული სიტყვების სია, რომელიც უკვე ისწავლეთ. თუ გსურთ, რომ ChatGPT-მა ამ სიტყვებში გამოგკითხოთ, შეგიძლიათ ფაილი აუტვირთოთ და სთხოვოთ, გკითხოთ სიტყვა ქართულად, თქვენ კი თავად ფრანგულად უპასუხებთ. ან პირიქით, როცა სიტყვების დაზეპირებას და სწავლას ეხებოდა საქმე, ბავშვობიდან მიჭირდა იმის შეფასება, რამდენად სწორად და კარგად ვსწავლობდი ხოლმე. ეს მეთოდი კი ჩემთვის არის სუპერ ეფექტური და ძალიან მეხმარება საკუთარი თავის შემოწმებაში. მოსწავლეების საყურადღებოდ კი ვიტყვი იმასაც, რომ ChatGPT შეუძლია ნებისმიერი სირთულის მაგალითი და მათემატიკური ამოცანა აკიხსნათ ძალიან მარტივად, ნაბიჯ-ნაბიჯ დეტალური ფორმულებით. რამეს თუ ვერ გაიგებთ, უბრალოდ შეგიძლიათ მისწეროთ რა არის თქვენთვის გაუგებარი და ის დაგიბრუნებთ უფრო დაღეჭილ განმარტებებს. მაგრამ გთხოვთ, რომ გამოიყენოთ ChatGPT მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც რაიმეს კონკრეტულად ვერ გაიგებთ და არა იმისთვის, რომ მთელი დავალება გადააბაროთ ChatGPT-ს. თუ ჯერ კიდევ არ იცით, გეტყვით, რომ ChatGPT-ში შეგიძლიათ ფოტოს ატვირთვა და მისი ანალიზი. მაგალითად, შეგიძლიათ კითხოთ, რომელი ფეხსაცმელი უხდება თქვენს ტანისამოს. აჩვენოთ მაღაზიაში არსებული საზამთროების ფოტოები და აარჩევინოთ, რომელი იქნება საუკეთესო და ტკბილი მათ შორის. შეგიძლიათ გამოკითხოთ ნებისმიერი შენობისა თუ ნაგებობის ისტორია და ასე შემდეგ. ChatGPT-ს ასევე შეგიძლია აუტვირთოს სხვადასხვა ტიპის ფაილები, ხელშეკრულებები, დოკუმენტები და მას მისცე დავალება, რომ გაანალიზოს და კონკრეტული დავალებები შეასრულოს. ვთქვათ, აფორმებ რაიმე ხელშეკრულებას. ChatGPT-ს შეგიძლია კითხო, რა აკლია მას, რას დაამატებდა, ან რა დეტალებზე ღირს მეტი ყურადღების გამახვილება, რომ უფრო დეტალური და დაცული იყოს შენი მხარე. შეგიძლია ატვირთო ნებისმიერი ფორმატის ფაილი, ან დააკავშირო შენი Google Drive და პირდაპირ ლინკით წააკითხო დოკუმენტები.
პრომპტებს რო ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერ AI-სთან კომუნიკაციაში, ეს არაერთხელ მithქვამს და კიდევ ძალიან ბევრჯერ გავიმეორებ. დღეისათვის კი გაგიზიარებ პატარა ხრიქს და გეტყვი, რომ თავად ChatGPT-ს ვიყენებ პრომპტების დასაწარად. მაგალითად, მინდა პრომპტი ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი ნანო ბანანასთვის, ფოტოს დასაგენერირებლად. მე დავწერე ძალიან ზედაპირული პრომპტი, თუმცა Chat-ს ვთხოვე, რომ ის უფრო განევრცო და უფრო დეტალურად აღეწერა ყველაფერი. შეგიძლია ასევე კითხო, რა აკლია შენს პრომპტს, მისცე კონკრეტული დეტალი, რაზე გაამახვილოს ყურადღება და ასე შემდეგ. ვინც ეს ხრიკი არ იცოდით, დარწმუნებული ვარ თქვენი პრომპტები დღეიდან გაუმჯობესდება. ასევე პრომპტების გაიდის ლინკს დაგიტოვებთ ვიდეოს აღწერაში, რომელსაც აუცილებლად გირჩევთ, რომ თვალი გადაავლოთ. ChatGPT-ს ასევე რაც იდეალურად გამოსდის, ეს არის სწორი კვების რაციონისა და ვარჯიშის გეგმის შედგენა. პროფესიონალებს რა თქმა უნდა ვერ ჩაგინაცვლებთ, მაგრამ თუ კი გსურთ წონის კლება, მომატება, ან უბრალოდ ჯანსაღი კვება, Chat-ი ამ სიტუაციაში არის იდეალური. უბრალოდ უყვებით თქვენ შესახებ ყველაფერს. აძლევთ ინფორმაციას სიმაღლეზე, წონაზე, რამდენად აქტიური ხართ კვირის განმავლობაში, რამდენ დროს ატარებთ დამჯდარ პოზაში, რა არის თქვენი მიზანი, სახლში ივარჯიშებთ თუ დარბაზის ტრენაჟორებთან გექნებათ სვდომა. Chat-ი კი შეგიდგენთ პერსონალურ გეგმას ზუსტად თქვენზე მორგებულს. თუ რომელიმე პროდუქტი არ გიყვართ ან ვერ მიირთმევთ, შეგიძლიათ მარტივად ჩაანაცვლოთ. Chat-ი თავად შემოგთავაზებთ ალტერნატივებს. ვიდეოს დავასრულებ მხიარულ ნოტაზე და გეტყვით, რომ ChatGPT-ს უბრალოდ შეგიძლია ითამაშოთ. მასთან შეგიძლიათ ითამაშოთ გამოცანები, დეტექტიური ისტორიები, ტრივია, იმპროვიზაციები და სხვა მრავალი. მაგრამ თუ გსურთ თამაში უფრო სხვა დონეზე აიყვანოთ, შეგიძლიათ შექმნათ თქვენი საკუთარი მარტივი თამაშები სულ რაღაც რამდენიმე წუთში და ამისთვის საერთოდ არ გჭირდებათ კოდირების ცოდნა. თუ გაინტერესებთ, როგორ შეგიძლიათ ამის გაკეთება, გამიზიარეთ კომენტარებში და შევეცდები გადავიღო ვიდეო, სადაც თამაშებს შევქმნი. ან კიდევ ერთი მარტივი ხრიკი. თავად შეგიძლიათ კითხოთ ChatGPT-ს, როგორ შექმნათ მარტივი თამაშები კოდირების ცოდნის გარეშე. და თუ კი თავად ცდით ამას, ძალიან გთხოვთ გამიზიარეთ შედეგი. ამით ChatGPT-ს საბაზისო ვიდეოების სერიას დავასრულებ და ცოტა ხნით გვერდზე გადავდებ. თუ პირველი ვიდეო ჯერჯერობით არ გაქვთ ნანახი, აუცილებლად უნდა იხილოთ. არ დაგავიწყდეთ ვიდეოს დალაიქება და არხის გამოწერა. მე კი ძალიან მალე დაგიბრუნდებით ახალი პროდუქტების განხილვით.